მაშასე გადაცემა 360 გრადუსია ეთერში. რა კავშირი აქვს 26 მაისის აქციის დარბევის ახალ ვიდეო მასალას მოახლოებულ არჩევნებთან და რას ფიქრობენ პოლიტიკური ოპონენტები ქართული ოცნების მშვიდობიან შეთავაზებაზე. ამ თემაზე ვსაუბრობთ ნინო ბურჯანაძესთან ერთად გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერია დღეს ჩვენი სტუმარი ქალბატონი ნინო მოგესალმებით. რა თქმა უნდა პირველი შეკითხვა მოაწერთ თუ არა ხელს ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმს. იცით მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე უკვე განცხადება. კი ბატონო, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ამ ხელმოწერის, თუ ეს ხელმოწერა რაიმეს პოზიტივს შეიტანს საარჩევნო პროცესში, თუმცა სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ძალიან ხელოვნურია ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა. იმიტომ რომ ვისაც არ უნდა დაცვა, მაინც არ დაიცავს და ვისაც გადაწყვეტილი აქვს რომ კანონის და მორალის ჩარჩოებში იმოქმედოს, იმოქმედებს ისე როგორც მას მიაჩნია სწორად. ზოგადად მე ვთვლი რომ ხელისუფლებამ უნდა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად, სტაბილურ ვითარებაში და მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში, ამას არ ჭირდება განსაკუთრებული მემორანდუმები. ასევე შემიძლია ვთქვა რომ დღეს ითქვა რომ იყო წინასწარი კონსულტაციები პარტიებთან, მე არ ვიცი ვისთან იყო კონსულტაციები, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ მემორანდუმის შესახებ მხოლოდ ტელეეთერით გავიგეთ. დღეს მე ეს მემორანდუმის ტექსტი წავიკითხე ინტერნეტში, ასე რომ ჩვენ ტექსტი არ მიგვიღია, მაგრამ ამის დამიუხედავად ვადასტურებ რომ ის ტექსტი რომელიც წავიკითხე ინტერნეტში მეტნაკლებად მისაღები ტექსტი არის და ვაწერთ ხელს. საინტერესოა რომ ყველასთან დაკავშირებით ალბათ არ იქნებოდა ტექნიკური პრობლემა, როგორც ბატონმა გიამ ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში აღნიშნა, ბევრი პოლიტიკური სუბიექტი ამბობს, რომ მათ პირადად ტექსტი არ მიუღიათ და ინტერნეტში მოახერხეს გაცნობოდნენ ამ ტექსტს. არსებობს დღეს პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შესაძლოა აწყობდეს წინასაარჩევნოდ გარკვეული პროვოკაციები. ელოდებით ასეც? რა თქმა უნდა, ეს მე მგონი არავისთვის არ არის აბსოლუტურად გასაკვირი ან რაიმე სიურპრიზი, ასეთი ძალა არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც არავითარი შანსი არ აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის და მშვიდობიან საარჩევნო გარემოში მას მინიმალური შანსი აქვს, ამიტომ ის ცდილობს ვითარების დაძაბვას, ვითარების პროვოცირებას და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის ვითარების დაძაბვა. ანუ როდესაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მართველი გუნდი აფრთხილებს ამ მომრჩეველს, რომ მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები, მემორანდუმზე ხელმოწერას თხოვს. არ უნდა ამას გაფრთხილება, ამას უნდა პროვოკაციების აღკვეთა და უფრო მეტსაც გეტყვით, ამას სჭირდებოდა ის პროვოკაციის, ამ პროვოკაციის მცდელობის აღკვეთა. აქვს რესურსი ამას სჭირდებოდა, არა, ამის უნარი არა აქვს უბრალოდ. და ამას სჭირდებოდა ის, რომ აქამდე საქმე არ მისულიყო, იმიტომ რომ მართლ გუნდსაც აწყობს ის, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა არის თითქმის მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცეული, იმიტომ რომ მართველი ძალისათვის ეს იყო მისაღები, ამაზე უკეთეს ოპოზიციას ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივება უნდა ყველაზე მეტად ნამდვილად ვერ იპოვიდა, იმიტომ რომ რაც არ უნდა სიმართლე თქვას ნაციონალურმა მოძრაობამ, ადამიანებს მათგან სიმართლის გაგონებაც კი არ უნდათ, ამიტომ ძალიან მოსახერხებელი იყო ხელისუფლებისათვის ყოლო და ოპოზიცია, რომლის თუნდაც სამართლიანი კრიტიკა მოსახლეობისთვის იქნებოდა მიუღებელი. ამიტომ შეინარჩუნა ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ახდენს დღეს ქართული ოცნება პოლარიზებას, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ძალა და გაგახსენებთ საპრეზიდენტო არჩევნებზეც პირდაპირ იძახდა ბიძინა ივანიშვილი, რომ მეორე არის ბაქრაძე, მეორე არის ბაქრაძე, მეორე არის ბაქრაძე, მე ადგილობრივ არჩევნებზე, რომ ადამიანებს ქონოდათ შიში იმისა, რომ ვაი თუ არ მივეცით ხმა ქართულ ოცნებას, მაშინ ნაციონალური მოძრაობა მოდის. ეს არის ძალიან არასწორი გზა, ძალიან ცუდი რამ გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ეს პრინციპულად არასწორი იყო ქვეყნისათვის, მაგრამ ნუ როცა მთავარი ამოცანა არის ხელისუფლებაში დარჩენა, როგორც ჩანს, ყველა მეთოდი მისაღებია. თუმცა დღესაც ფაქტობრივად იგივეს ამბობს ივანიშვილი, ის ამბობს, რომ მთავარი ოპონენტი მისთვის და პოლიტიკური მეტოქი არის ნაციონალური მოძრაობა და პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის და მასაც მოიხსენიებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ფრთად. აწყობს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ახლა ხელისუფლებისთვის რა უფრო კომფორტულია ნაციონალური მოძრაობა და კრიმინალები რომ მყავს ოპონენტად თუ ნინო ბურჯანაძე რომ მყავს ოპონენტად?
რომლის საქმიანი კრიტიკაც ძალიან ძნელი გასახსნელია. ისევ იგივე გზით ხომ არ მიდის ივანიშვილი, როდესაც ამბობს, რომ შუა გაიკრიფება. ცდილობს, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ კარგად თუ დაფიქრდება, ის უნდა მიხვდეს იმას, რომ ეს ძალიან სახიფათოა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მისთვისაც პირადად, იმიტომ რომ ეს არაჯანსაღი პროცესია და ამავდროულად ნამდვილად ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, ჩვენ რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს, ასე რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში, უბრალოდ ეხლა ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ვიყოთ. შეგიძლიათ გითხრათ აი ამ ეტაპზე თქვენი შიდა კვლევებით, სხვადასხვა პროგნოზებით, რამდენია თქვენი პოლიტიკური პარტიის განუზომლად მეტი, ვიდრე გვიწერენ იმ რეიტინგებში, რომელსაც აქვეყნებენ, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ გვაქვს გარკვეული ესე ვთქვა ტრადიცია უკვე, იმიტომ რომ ყველა არჩევნების წინ გვიწერენ 1%, 1.5%-ს და ვიღებთ ზუსტად 10 ჯერ მეტს, ანუ 10%-ს, 11%-ს, ეხლა გვიწერენ 2%-ს. ასე რომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად 10-ზე თუ არა 8-ზე მაინც უნდა გავამრავლოთ ეს 2% ან შეიძლება 10-ზეც. არ ვიცი, ვერ გეტყვით ახლა ამ წუთში მე ნამდვილად ციფრებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ. განუზომლად მეტია ჩვენი რეიტინგი, ჩვენ რეალურად შეგვიძლია მართლაც ძალიან სერიოზული გუნდით მოსვლა, რომელიც უშველის ამ ქვეყანას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქავტონინო, თქვენ როგორც მე მახსოვს, მუდმივად იყავით უკმაყოფილო 26 მაისის თემის გამოძიების ტემპით, შედეგებით. გუშინ როდესაც ნახეთ ვიდეო მასალა და პროკურატურის განცხადება, საინტერესოა თქვენი რეაქცია და თქვენც ხომ არ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ეს დროში ამ ახალი ვიდეო კადრების გამოჩენა გარკვეულწილად პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება. ახლა გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის ყველას. მთელი ოფისისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 26 მაისი თავის თავზე გადაიტანა, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ კადრების ნახვამ ჩვენ გაგვიახლა ის ძალიან მძიმე ღამე, მოგონებები და ტკივილი, რომელიც ცხადია არსად არ წასულა ეს ტკივილი, მაგრამ ახლა ბუნებრივია, როცა ხელახლა ხედავ ამას ყველაფერს, ეს უფრო სხვა ძალით გიძლიერდება ხოლმე. და რა თქმა უნდა, მე გარკვეულწილად ვიყავი აღშფოთებული იმით, რომ აქამდე არ დასრულდა 26 მაისის გამოძიება, რომელსაც ნამდვილად არ ჭირდებოდა 4 წელი. ეს ხელისუფლება რომ ეფექტური ყოფილიყო და ამის გამოძიება შეიძლებოდა 6 თვის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, მე გამიჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც გუშინ უკვე მოვისმინე ბატონი პროკურორის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს კადრები უკვე აპრილიდან ქონიათ, 2016 წლის აპრილიდან, ანუ უკვე 6 თვეა. და 6 თვე მოუნდნენ დათახალაიას იდენტიფიცირებას კადრებზე. რა თქმა უნდა, გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკავშირდება საარჩევნო პროცესს და ეს თუ 100-ია, ეს არის ძალიან ამაზრზენი ქმედება. თუ ეს 100-ია, თუ მართლა შემთხვევით დაემთხვა, რისი ალბათობაც ასევე არსებობს, მაშინ უბრალოდ ვიტყვი, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო ქართული ოცნების მხრიდან და პროკურატურის მხრიდან, თუ მართლა დაემთხვა, მაშინ ჯობდა რომ კიდევ 2 კვირა მოეცადათ. და 2 კვირის შემდეგ ყოფილიყო გაკეთებული ეს განცხადება, ანუ არჩევნების შემდეგ, 2 კვირა არა 3-4 კვირის შემდეგ, რომ არ გაჩენილიყო ასეთი პოლიტიკური სპეკულაციების ან კითხვების დასმის შესაძლებლობა. თუმცა ამ კადრებმა კიდევ ერთი რამ გააკეთა, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენა თუ ვინმეს დავიწყებული აქვს ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე. და მე მინდა პირდაპირ თქვა, რომ ეხლა ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო მეტად მართლა შეიძლება გაბრაზდე ოცნებაზე, რომ ოცნებამ გააბედინა ნაციონალურ მოძრაობას, აი ამ ყველაფრის მერე, რაც თუნდაც 26 მაისს მოხდა. გააბედინა ის, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა ხმამაღლა ლაპარაკობს, ყველას თითს გვიქნევს, მათ შორის ოცნებასაც. და ლაპარაკობენ თავიანთ კლიპებში სამართლიანობაზე, თავისუფალ სასამართლოზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე. ეს არის ოცნების დანაშაული. იმიტომ რომ 2012 წელს როდესაც ჩვენ ყველამ სრულიად სამართლიანად და სწორად მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს და ოცნებას, ჩვენ გქონდა ყველას იმის იმედი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვება. და რა მოხდა? არაფერი მოხდა კოჰაბიტაცია, დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია. იმიტომ რომ დამნაშავეებთან თანამშრომლობა და კოჰაბიტაცია ეს არის დანაშაული. და ოცნებამ გააცოცხლა ნაციონალური მოძრაობა, მკვდარი პოლიტიკურ სამარეში ჩაგდებული ნაციონალური მოძრაობა თავისი უსუსურობით, იმისი შიშით, რომ ემანდა ამერიკის საელჩოს რამე შენიშვნა არ მიეცა ქართული ოცნებისათვის და ან ნაკლებად პროდასავლურება არ დაბრალებოდათ, ამის შიშით
ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლეს და ლამის დაგვაჯინეს ხელახლა თავზე. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ძალები, პოლიტიკური ძალა, უпростоრად ერთადერთი პოლიტიკური ძალა ეს მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ, რომლებიც ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ და ადრე თუ გვიან და ალბათ უფრო ადრე მოვადრო და სამართალი ქვეყანაში. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ქალბატონი ნინო, თუნდაც 26 მაისის აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით უშვებთ თქვენ, რომ შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობა აი ამ საქმეში გაურიგდა ქართულ ოცნებას და სწორედ ამიტომ მოხდა დროში გაჭიანურება საქმესთან დაკავშირებით მოხდა გარიგება როგორც ჩანს იყო გაცილებით უფრო ფართო და ეხებოდა სწორედ ამ დანაშაულებრივ კოჰაბიტაციას და როგორც ჩანს ამოცანა იყო ის რომ შენარჩუნებული იყო ნაციონალური მოძრაობა როგორც მთავარი ოპონენტი რომ უფრო ადვილად გაემარჯვა ქართულ ოცნებას არჩევნებში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ეხა ობიექტური უნდა იყო მე ვცდილობ რომ ძალიან ობიექტური ვიყო ყოველთვის და უმეტესად ვფიქრობ ეს გამომდის რა თქმა უნდა ქართული ოცნების მიმართ ხორციელდებოდა გარკვეული ზეწოლაც დასავლეთის მხრიდან ესეც უდაოა და ამის არაღიარება სწორი არ იქნება, მაგრამ ქართულ ოცნებას რომ ჰქონოდა კომპეტენცია, გამოცდილება და გამბედაობა, ან როგორც მინიმუმ კიდევ ამის გარდა გადაეტანა ის, რაც გადაიტანა ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის 26 მაისის მონაწილეებმა, მაშინ გარწმუნებთ, რომ ქართული ოცნება არ წავიდოდა დასავლეთის ამ მოთხოვნის შესრულებაზე. ქართულ ოცნებას, პროკურატურას რომ გამოეძიებინა ომი აგვისტოს ომი, გამოეძიებია 26 მაისი, გამოეძიებია მართლა ბოლომდე მieყვანა ციხის სისტემური დანაშაული და არა ცალკეული დანაშაულები, ვერც ერთი ადამიანი დასავლეთში ვეღარ ამოიღებდა ხმას და ხმამაღლა სააკაშვილს და მის რეჟიმს ვეღარ დაიცავდა, მაგრამ როდესაც მოახერხა პროკურატურამ ის, რომ აგვისტოს ომის გამოძიების და 26 მაისის გამოძიების მაგივრად სააკაშვილს ბრალი წარუყენა 4 კოსტიუმი და 1 პალტო იყიდე ბიუჯეტის ხარჯზეო, რა თქმა უნდა ეს იყო სასაცილო, ეს იყო დაცინვა და ბუნებრივია დასავლეთის რეაქციაც იყო, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სხვა არა. თუმცა ახლა ჩემს ადგილას რომ იყოს ქართული ოცნების წარმომადგენელი, აუცილებლად შეგახსენებდათ იმას, რომ დღეს საპატიმროში იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბევრი მაღალჩინოსანი იძებნება. არა, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ერთი რატო იძებნება და რატოა სააკაშვილი გასული ქვეყნიდან? სააკაშვილი წელიწადზე მეტი იყო მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ძალიან კარგად იცოდა ქართულმა ოცნებამ რეები ქონდა ჩადენილი სააკაშვილს. და თუ შეიძლება რომ დღეს თუ გუშინ უпростоრად ბრაზილიის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს რუსევსკი არა, დილმა რუსევსკი არა, რომელიც ახლა იმპიჩმენტით გადააყენეს იმის წინა პრეზიდენტს, რომელმაც პრაქტიკულად ბრაზილიაში ეკონომიკური გარღვევა მოახდინა. ისეთი რეფორმები ჩაატარა და ლამის მისტიროდა ნახევარი ბრაზილია, როდესაც მესამე მოწვევი თუ მესამე და აღარ ქონდა კენჭისყრის უფლება და ბუნებრივია კენჭი არ იყარა და წავიდა. ამის და მიუხედავად მის მიმართ დღეს უკანონო ქმედებების გამო ბრაზილიაში აღძრულია საქმე. თუ ეს შეიძლება ბრაზილიის პრეზიდენტის მიმართ მოხდეს, რომელსაც ნამდვილად არ დაუკარგავს ბრაზილიის ტერიტორიების 20%, რატომ არ უნდა გაეკეთებინა ეს ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და თუნდაც იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გუშინ დაასახელეს, ვინც როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე თვის წინ წავიდა საქართველოდან და მანამ თანამშრომლობდა კიდეც გამოძიებაზე, მგონი ლორდ ქიფანიზეა, ხო გვარად? რა ედგა წინ ამ ყოველფრის ნორმალურად გამოძიებას? არაკომპეტენტურობა, გაუბედაობა და ის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილმა ესე სინით მოიყვანა ხელისუფლებაში და ნახევარ მათგანს კი არა, 80% მათგანისას ნამდვილად ერთი წვლილი არ შეუტანია სააკაშვილის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო ინიციატივა მოვისმინეთ, ფაქტობრივად რამდენიმე საათით წინ ეკაბესელიასგან მან თქვა, რომ არჩევნებამდე ფაქტობრივად 5 დღით ადრე მოეწყობა საჯარო დისკუსია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის, ასე ვთქვათ, შესაფასებლად და გერმანიის მაგალითიც კი გაიხსენა დღეს 21 საუკუნეში. თქვენ რა თუნდოდა ამას 4 წელი? და რატო არჩევნებამდე 5 დღით ადრე? რამდენად გამართლებული პოლიტიკური ნაბიჯია ეს? ეკაბესელიას ვეკამათო, იმიტომ რომ ქალბატონიაკა ნამდვილად იყო ის მცირე გამონაკლისი ქართულ ოცნებაში, რომელიც ნამდვილად ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის ქმედებების ადეკვატური შეფასება გაეკეთებია პარლამენტს და ხელისუფლებას და რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, ვინც ყველაფერი გააკეთა პოლიტპატიმრების განთავისუფლებისათვის, მათ შორის 26 მაისის მონაწილეებისათვის, მაგრამ რას აკეთებდა ამდენი ხანი ხელისუფლება? არჩევნები უნდა მოვიდეს მაინცა და მაინც. ანუ იმდენად გაუჭირდა ახლა მართლ გუნდს რომ ასეთ ნაბიჯებზე წმიდეს. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, არანაირი შანსი არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, აბსოლუტურად არანაირი
შანსი და უფრო მეტსაც გეტყვით, მას ჩვეულებრივი უმრავლესობის მიღებაც კი გაუჭირდება პარლამენტში, თუ არ მოხდა მანიპულირება სიებით და ძალიან ბევრი სხვა რამით, რითი მანიპულირებაც შეუძლია ხელისუფლებას არჩევნების დროს. ძალიან საინტერესო. ქალბატონინო, თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, თუ განიხილავთ სამომავლოდ კოალიციის შეკვრას ქართულ ოცნებასთან მომავალ პარლამენტში. ანუ იქნება საკითხები, რომლის გადაწყვეტაშიც თქვენ მათ დაეხმარებით. იცით რა, კოალიციას არ განვიხილავ, კოალიცია ეს არის პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, ერთობლივი პასუხისმგებლობა, ეს არის მთავრობა, ერთიანი მთავრობა, ამას არ განვიხილავ არც ერთ შემთხვევაში. იმიტომ რომ მოგახსენებთ, რომ მე ვერ ხედავ ქართულ ოცნებაში ისეთ კომპეტენტურ და გამბედავ გუნდს, რომელიც შეძლებს რეალურად იმ საკითხების გადაწყვეტას, რაც ძალიან ჭირდება ქვეყანას. თუნდაც ვილაპარაკოთ იგივე საგარეო პოლიტიკაზე, ხა როგორ უნდა ვიყო მე კოალიციაში ადამიანებთან, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ნატოს კარი ღიაა და ხვალ ნატოში შევალთ. მაშინ, როდესაც მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ვერანაირ ნატოში საქართველო ვერ შევა, ვერც ეხლა, ვერც ხვალ და ვერც 5 წლის შემდეგ. და ერთადერთი გამოსავალი საქართველოსათვის არის უბლოკო სტატუსი. დღეს ვათაშორის მე მქონდა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც შემოგვიერთდა, როგორც მან მერე თვითონ თქვა, როდესაც სიტყვის თქმის საშუალება მივეცით, ანუ კითხვის დასმის და აღმოჩნდა, რომ მან თავისი მოსაზრება გითხრა და კითხვა არ ქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ იქ პროსპექტზე მიდიოდა, დაგვინახა, რომ შეხვედრა იყო და შემოგვიერთდა. და მან თქვა, რომ ჩვენ ამდენი ხანია გვეძახიან, აი სიტყვით შემიძლია თქვა სხვათა შორის მეორე არხის გადამღები ჯგუფი იქ იმყოფებოდა. მან თქვა, რომ ჩვენ ამდენი ხანია გვეძახიან, რომ ნატოს კარი და ევროკავშირის კარი ღია, ეს არის შეურაცხყოფელი, ბოლოს და ბოლოს ამდენი იმის ძახილს, რომ კარი ღიაა, ჯობია დაკეტონ. და როცა გადაწყვეტენ რომ მიგვიღებენ, მაშინ გააღონო. ჩვენ ვართ მზად, მოდი გულახდილად ვთქვათ, ვართ მზად იმისათვის რომ მიგვიღონ? არა, იცით რაშია საქმე? მოდით ახლა ესე ვთქვათ, ეს სხვა რამე არის, იმიტომ რომ ჩვენზე ნაკლებად იყო მზად მაგალითად ალბანეთი, როდესაც ის მიიღეს ნატოში და გააწევრიანეს, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ალბანეთთან მიმართებაში, მაგრამ არ იქნა მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, ზუსტად იმიტომ, რომ დასავლეთმა გაითვალისწინა რუსეთის ფაქტორი და გაითვალისწინა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, აი აქედან 35 კილომეტრში არის ერთი რუსული ბაზა, ეს არის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ხოლო დაახლოებით 300 კილომეტრში, ან ცოტა მეტრში, 400-მდე ალბათ, არის აფხაზეთში მეორე რუსული ბაზა. ამიტომ ეს არის თავის მოტყუება. იგივე ევროკავშირთან დაკავშირებით თქვენ ძალიან კარგად იცით, მე არაერთგზის მithქვამს, დღეს ევროკავშირი თავად არის უმძიმესი კრიზისის წინაშე და ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ხვალ ან მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია, რომელსაც რამდენი თვეა მე ვამბობ, რომ ვერ მივიღებთ და ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე არჩევნების მერე გვაძლევენ. ამიტომ ამ ადამიანებთან ჩვენი კოალიცია აბსოლუტურად წარმოუდგენელია. პირდაპირ გეუბნებით და ის პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი კოალიციაში შევლენ და არ გამორიცხავენ კოალიციას, ვიცი რომ ასეთი განცხადება პატაბურჭულაძის რომელიღაცა წევრმა გააკეთა, ასევე ამ განცხადებას აკეთებს იგივე პატრიოტთა ალიანსი, რომ არ გამორიცხავენ კოალიციას. ეს აღარ არის ოპოზიციონერობა. მე გამოვრიცხავ კოალიციურ რეჟიმს ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ არც ერთ კანონს, რომელსაც დაუშვათ ქართული ოცნება წამოაყენებს, ჩვენ ხარს არ დაუჭერთ. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, სწორ სიტყვიან ამ კანონში და სწორი იქნება ეს ქვეყნისათვის, თუ არ იქნება სწორი. ერთადერთი კანონი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერთ, ეს რა თქმა უნდა იქნება ბიუჯეტი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნამდვილად, თუ ქართული ოცნება გავიდა მაინც რაღაცა უმრავლესობით და ჩვენ ოპოზიციაში ვიქენით ამ შემთხვევაში, თორე რა თქმა უნდა სრულიად სხვა რეალობა იქნება, რომ ქართველი ხალხი მიიღებდეს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენ მოგვეცეს იმისი შანსი, რომ უმრავლესობით მოვიდეთ პარლამენტში, გარწმუნებთ, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ნამდვილად მოხდება გარღვევა. თუმცა ისევ უბლოკო სტატუსს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენთვის უბლოკო სტატუსი კონკრეტულად გითხავთ, არის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გარანტი? ეს არის ერთადერთი გზა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების და ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. გარანტია არაფრის წინასწარ არ არსებობს. ეს არასწორი ტერმინია, იმიტომ რომ გარანტია არ არის არც იმის, მე ამის წინ ერთ-ერთში ვთქვი, რომ ეხლა რაღაცა ესეთი კატაკლიზმი არ მოხდება და რაღაც უცნაური, ნუ დავუშვათ არ ჩამოინგრევა ეს ჭერი, ღმერთმა ქნას რომ არ ჩამოინგრეს. ამის გარანტიები არ არსებობს. გარანტია არის ის, რომ შენ უნდა დაინტერესო მეორე სახელმწიფო, რომ შეასრულოს ის შეთანხმება, რომელსაც ერთობლივად მიაღწევთ. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ მეორე სახელმწიფოც იყოს დაინტერესებული, რომ იმეგობროს ერთიან საქართველოსთან,
და არ კონდეს დაძაბული ურთიერთობა გახლეჩილ საქართველოსთან, სადაც ყოველდღიურად არის შანსი, რომ შეიძლება შეუსრულებია არც ერთი შეთანხმება. არ გეთანხმებით, ეს არის კლიშე, ძალიან ბევრი შეთანხმება აქვს რუსეთში შესრულებული, მათ შორის ის შეთანხმებები, რომელიც წერილობითაც კი არ იყო გაფორმებული, იგივე გეტყვით მე, როდესაც ჩვენ აჭარის რევოლუციის პერიოდში ვლადიმერ პუტინი შეგვპირდა, რომ ის არ ჩაერეოდა ამ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში იდგა რუსული სამხედრო ბაზა, რუსული სამხედრო ბაზა ამ მოქმედებაში არ ჩარეულა, ის შეგვპირდა, რომ ასლან აბაშიძეს წაიყვანდა და მან ეს შეასრულა, ოღონდ ჩვენ დავარღვიეთ პირობა, რომელიც მას ამის სანაცვლოდ მივეცით და ამან ძალიან გაართულა მერე ჩვენი ურთიერთობები. ასე რომ ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი ხელშეკრულებას 2008 წლის რომელი შეთანხმება დაიცვა რუსეთმა? 2008 წელს ფაქტიურად შეთანხმება წესიერად არც ყოფილა მიღწეული და ის შეთანხმება, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა, სხვათა შორის მისი გასამართლების საფუძველი უნდა გახდეს, იმიტომ რომ 2008 წელს მან ხელი მოაწერა ისეთ ფორმულირებას, რომელზეც ეხვეწებოდა იუშენკო და კაჩინსკი. ამას ხელი არ მოაწერო, მაგრამ იმით შეშინებული სააკაშვილი, რომ რუსული ჯარი შემოვიდოდა თბილისში და პირადად მას დაემუქრებოდა საფრთხე, ყველაფერზე ხელმოსაწერად მზად იყო და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მე ეს ვიცი პირადად იუშენკოსაგან და მე ეს ვიცოდი პირადად კაჩინსკისაგან, ნუ ხა კაჩინსკი ამას ბუნებრივია ვერ დაადასტურებს, იმიტომ რომ გარდაცვლილია, მაგრამ ეს რეალობაა და თუნდაც წაიკითხეთ ის ხელშეკრულება და ნახავთ. ქალბატონი, ბოლოს მინდა კითხოთ ამ თქვენს რბილად რომ ვთქვათ, სულბუქ პოლიტიკას რუსეთთან როგორ ფიქრობთ? არა, ეს არ არის სულბუქი პოლიტიკა, ბოდიშვიხტი, ეს არის გაცილებით უფრო მძიმე და რთული გასაკეთებელი პოლიტიკა. დათმობითი პოლიტიკაა შეიძლება. არა, ბოდიშვიხტი, არავითარ შემთხვევაში ამაში არ დაგეთანხმებით. ემა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. დათმობითი პოლიტიკა იცი რა არის? დათმობითი პოლიტიკა არის ის, რომელსაც დღეს ვატარებთ ჩვენ. როდესაც ჩვენ ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით, როდესაც ქართული ოცნება გაჩუმებულია იმაზე, რომ ყოველდღიურად თუ არა ყოველ თვეში საზღვარი აქეთ გადმოდის. ეს არის დათმობითი პოლიტიკა. როდესაც შენი ქვეყნის გულში საზღვარი შიგნით გადმოდის და შენ ამაზე ხმას არ იღებ. როდესაც აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ერთ ნაბიჯს წინ არ დგამ, როდესაც რუსული სამხედრო ჯარი დგას და შენ ამბობ იმას, რომ ნატოში უნდა შეხვიდე, ეს არის დათმობა, ჩემო კარგო. და ის, რასაც მე ვამბობ, რომ რუსული ჯარი უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უნდა მოვილაპარაკოთ და რუსეთი უნდა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ და დავაინტერესოთ, რომ ხელი შეუწყოს ამ მოლაპარაკებას და ხელი არ შეუშალოს. ეს არის ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის. უკაცრავად, რუსული ჯარის გაყვანაა დათმობა და საზღვარი რო გადმოდის საქართველოს ტერიტორიაში, ეს არის ბრძოლა. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო სამწუხაროდ ამოიწირო, თუმცა ამაზე ძალიან ბევრი შეგვეძლია ვიკამათოთ. მე მინდოდა მეკითხა ის ადამიანები, ვინც შვილები დაკარგა თუნდაც 2008-ში, ვინც სახლკარი დაკარგა და დღემდე დევნილობაში იმყოფება, რამდენად წამოყვებიან და რამდენად დაუჭერენ ხალხს პოლიტიკას. ზუსტად ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩემი პირველი მხარდამჭერები, იმიტომ რომ ზუსტად იმდებმა ყველაზე კარგად იციან დღეს ღვთისმშობლობაა და მინდა ყველას მივულოცო და ყველას მფარველობდეს ღვთისმშობელი. და მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ყველა იმ დედას, ვისაც შვილი დაკარგული ყავს და უნდა ვთქვა, რომ ზუსტად იმ დედებმა, რომლებსაც შვილები დაკარგული ყავთ და ასეთი ენით აუწერელი უბედურება აქვთ თავს დატეხილი, მათ იციან რას ნიშნავს ეს უბედურება და ზუსტად ისინი უნდა იყვნენ ჩემი მხარდამჭერები, რომ ხვალ სხვებმა არ დაკარგონ საჯიში ბიჭები და სხვები არ გაუბედურდნენ მათსავით. და ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც სახკარი დაკარგა, ვინც თავისი ახლობლების საფლავებზე ვიღარ მიდის, ვინც თავისი მშობლების აშენებულ სახლს მავთუხლართის მიღმა უყურებს, ზუსტად იმ ადამიანებმა უნდა დამიჭირონ მხარი, რომ მათ გაუჩნდეთ შანსი ეს მავთუხლართები ავიღოთ, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და იცხოვრონ ოსებთან და აფხაზებთან ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით, ნინო ბურჯანაძე იყო დღეს გადაცემას 360 გრადუსის მეორე ბლოკის სტუმარი. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.